აი ვენა მერაბიშვილის განცხადება და გამოძიების დაწყების მოთხოვნა ამ თემაზე, რასაც ითხოვს ნაციონალური მოძრაობა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. ყოველ შემთხვევაში დღეს აი ამ წუთამდე ასეთი განცხადება არ გაკეთებულა. თქვენი შეფასებით აი რას უკავშირდება ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, ანუ რა მოლოდინი გაქვთ, დაიწყება ამ თემაზე გამოძიება, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება და რამდენად გამართლებულია ზოგადად ეს ტაქტიკა იგივე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რა ტაქტიკაზეც თქვენ საუბრობდით და ხელისუფლების მხრიდანაც. მაშინ როდესაც ისინი ამბობენ, რომ მეტი ტაქტიკა არ აქვს. მეტი გზა არ აქვს, მაგ ტაქტიკაზე უნდა წავიდეს. უბრალოდ უცბად იპოვა ტაქტიკა, გადავიდა და მეთოდურად ჯიუტად ადგას ამ გზას, მაგრამ ხელისუფლება უშვებს მე მგონი მაინც შეცდომებს, იმიტომ რომ სავარაუდოა ისე თავდაჯერებული ითხოვენ მასალების დაწყებას ნაციონალები, რომ რაღაც მაინც მოხდა მერაბიშვილთან დაკავშირებით. სავარაუდოა, რომ მთლად ის არ მოხდა, რასაც მერაბიშვილი ეძახის, მართლა ის 3 დღე გაუგებარი სიჩუმისა არ იხსნება იმით, რაც მერაბიშვილმა თქვა. არც ის იხსნება საერთოდ რატო იყო საჭირო ის იმის გაკეთება პროკურორისგან, გენერალური პროკურორისგან, რაც შეეძლო გაეკეთებინა ნებისმიერ გამოძიებას. თუ ეგ იყო ამოცანა, რომ შეეთავაზებინათ ეს აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენ როგორ გონიათ აუცილებელია გამოძიების დაწყება და ამ ფირების გასაჯაროება, რაც ასევე ერთ-ერთი მოთხოვნაა? ფირების გასაჯაროება ჯერ კიდე არ ნიშნავს იმას, რომ იმ კაბინეტს დაუშვათ დარღვევა იყო და წაიყვანეს. იქ რო ზეწოლა იყო ფსიქოლოგიური, ამაზე ჯერჯერობით ფირების გასაჯაროება ვერ მიუთითებს. თუ იქ თვითონ კაბინეტში არ იყო ფირი, რომელიც დაკითხვის სურათს გამოიტანს სამსჯავროს.